მოგესალმებით ჯეოთიმის მაყურებლებო, მე ვარ ირაკლი აზაროვი და დღეს გავცემ თქვენ კითხვის პასუხს. შუკა 10. გოლი თუ ასისტი? ასისტი. ნიკუშა სოხაძე. რომარავა ფლანგის მცველი სხვა რა პოზიციაზე ითამაშებდი? მარჯვენა ნახევარმცველს, დიდი სიამოვნებით. ტიაგო ალკანტარა. სუდაკომა იცის პადელი? ბულკია, მაგრამ იცის რა მაინც. ალექსანდრე 16. შენი აზრით რა თვისებები უნდა გქონდეს ფეხბურთელს შენს პოზიციაზე სათამაშოდ წარმატებები? ფიქრობ, რომ გამძლეობა უნდა გქონდეს მაღალ დონეზე. რა თქმა უნდა, ბრძოლის უნარიანი უნდა იყოს და როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც უნდა იყოს ძალიან კარგი. ალექსანდრე 25. როგორ ფიქრობ, რომელია საუკეთესო მარცხენამცველი ამ დროისთვის? ჩემი აზრით, საუკეთესო მარცხენამცველი დღესდღეობით ძალიან მომწონს ალხოსო დევისი, მაგრამ ძალიან ბევრი ტრავმა აქვს ხოლმე. იყოს, მოდი ვთქვათ, ალეხანდრო ბალდე ბარსელონადან. ისიც ძალიან კარგი მარცხენამცველია. დაჩი კვარცხავა. კვარასთან ერთად ითამაშებდი PSG-ში? არა. რა თქმა უნდა, ვითამაშებდი ყველგან. ელე გაგუ 11. კარიერის საუკეთესო მატჩი. ნაკრებში ალბათ ვიტყოდი შვედებთანაც ძალიან კარგი თამაში ქონდა ყველას ერთად და გამოვარჩევდი შვედებთან მატჩს ბათუმში. მეგობრებო, ირაკლი აზაროვი ახლა სცემს თქვენს შეკითხვის პასუხს. მე კი მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი არხის წამდგენია კომპანია აჭარბეთი, რომელიც გვეხმარება განვითარებაში და მადლობა მათ ჩვენი გვერდში დგომისთვის. გულკანი 22. ყველაზე ცნობილი კონტაქტი შენს ტელეფონში. ჩემი ცოლი. კვარა, ლადო კარდავა. სათამაშო სტილიდან გამომდინარე, შემტევად უფრო ითამაშებდი თუ გაკმაყოფილებს მარცხენამცველობა? სათამაშო სტილიდან გამომდინარე, თითქმის მთელი ბავშვობა სულ შეტევაში ვთამაშობდი და ვფიქრობ, რომ შეტევაში უფრო ვითამაშებდი დიდი სიამოვნებით, ვიდრე მარცხენამცველს, ასე ვთქვათ. მაგრამ მარცხენამცველი მიწევს, ეხა დიდი ხანია უკვე მარცხენამცველს ვთამაშობ და ასე რომ სიამოვნებით ვთამაშობ მარცხენამცველსაც. იმედა წიქარიშვილი. ბოლო წუთია აზარდა მსოფლიოზე გავდივართ. პენალია დანიშნული, ვის დაარტყმევინებდი ნაკრებში? ზუკას ან კვარას? ზუკა კვარას დავარტყმევინებდი აუცილებლად. ორივეს სასწაული პენლები აქვს და ორივეს ვენდობი. სამი ადამიანი მითხარი, ვისაც სამყაროდან წაშლიდი. რუსეთის პრეზიდენტს მოვაშორებდი. აუცილებლად. ერთი და ნაღდი რა, აი 1000%-იანი ეგ იყოს და only მამარდა. ბავშვობაში რომელ ფეხბურთელს ბაძავდი? მარსელოს. მარსელო მევასებოდა და მესი ძალიან. გაჩე 3. დაასახელე ერთი ფეხბურთელი, რომლის წინააღმდეგაც ყველაზე მეტად გაგიჭირდა თამაში. ლამინ იამალი. ძალიან პრაიმში იყო მაშინ და ვიტყვი, რომ ლამინ იამალთან გამიჭირდა თამაში. აჩი კობახიძე. შენი ყველაზე დიდი საფეხბურთო ოცნება რა არის? საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოზე გასვლა. გურჯიძე სანდრა 696. რომ შეგეძლოს ერთი წესი შეგეცვალა ფეხბურთში, რომელი იქნებოდა? შევცვლიდი ვარის სისტემას. არ მომწონს ძალიან. გიორგი კვარაცხელია. ვარი მეგობარია თუ მტერი? რა ვიცი, არც მეგობარია, არც მტერი, მაგრამ მე ძალიან არ მომწონს ვარის სისტემა. მამაგეიშვილი 4. სესარალინა თუ აჰლელელა აჰლალა? აჰლელელა აჰლალა. მარიამი მამნიაშვილი. შენი საუკეთესო მეგობარი ნაკრებში და ასაკობრივებში რომელი იყო? ასაკობრივებიდან გამომდინარე, ლუკა ხარჩილაძე, კვარა, მამარდა, გოჩო, წიტა, ზუკა, ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და ეხლაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ასე რომ ვერ გამომსხვავებ ერთს. კაპანაძე 1. რას აკეთებ თავისუფალ დროს ფეხბურთის გარეშე? თავისუფალ დროს ან წიგნებს კითხულობ, ან კიბერსპორტით ვერთობი, ან ხანდახან შეიძლება კალათბურთი ტენისიც რა. ძალიან მიყვარს სპორტიც. ფეხბურთის გარდა ხშირად ვერთობი ხოლმე კალათბურთით და ტენისით. ლაშა ქიმერიძე.
შახტარში რო გადახვედი, მაგ დროს სხვა გუნდებიდან არ ქონდა ინტერესი. იმ მომენტში სხვა გუნდებიდან არ მქონდა არანაირი ესეთი 100%-იანი და რავი, მომიწია რომ წამოსულიყავი, სათამაშო პრაქტიკა მქონოდა. პირველი წელი სხვათაშორის ძალიან კარგი მქონდა, სათამაშო პრაქტიკასთან ერთად ჩემპიონატიც, თასიც, ყველაფერი მოვიგეთ. იმედია მომავალშიც კარგი სეზონები იქნება ჩემთვისაც და გუნდებისთვისაც. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის გენერალური მხარდამჭერია ქართველების საყვარელი წყალი. არა, მოვიდა ნაბეღლავი. რომელიც გოსებს საჭირო მინერალებით ანტალიაში გადაღებების დროს. მარიამ ჩხეტიანი. ვინ იყო ადამიანი, რომელმაც ფეხბურთი შეგაყვარა? ფეხბურთი შემაყვარა ძალიან რონალდინიომ. ფენომენი იყო ჩემთვის მისი თამაში და დღემდეც უყურებ ხოლმე მის მომენტებს, ძალიან სიამოვნებს მისი თამაში. ლუკას შუბლაძე 777. როგორ უნდა ვითამაშოთ სტრესის გარეშე? ეგ ალბათ უშუალოდ თვითონ ფეხბურთელზე და ადამიანზეა დამოკიდებული, მაგრამ ლუკა გეტყვი რომ თითქმის ყველა ფეხბურთელს თავიდან მაინც დაძაბულობა აქვს თამაშამდე, რაღაც დაძაბულობას გრძნობს. მაგრამ უკვე როცა გადიხარ სტადიონზე, ფიქრობ ყველაფერი უნდა დაივიწყო და მარტო იმაზე უნდა იფიქრო, რომ ყველაფერი გამოგივა და ყველაფერი კარგად იქნება რა და არც სტრესი იქნება და არც არაფერი. კალანდაძე Z. ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მოგება თუ ეროვნულთან ერთად ევროპის ფინალი? ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მოგება, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად აუცილებლად გავალთ ევროპის ფინალში. ლიზი შამანაძე. გაიხსენე ყველაზე მხიარული ამბავი შენი ცხოვრებიდან. ყველაზე მხიარული ამბავი მქონდა უშუალოდ ბარსელონასთან მატჩში, როდესაც გასვლა ვითამაშეთ 2-1 წავაგეთ მაშინ და მოგვიწია მე და იამალს ძალიან დიდი სპრინტის გაკეთება რა, 70 მეტრიანი სპრინტის გაკეთება და აი უკვე ეგ იყო ალბათ ჩვენი ბოლო გაქცევა მაგ თამაშში და აი ეს ჩავიკუნცხეთ რა. აი ეს მიყურებს და როგორ ხარო მეკითხება. მეთქი შემოვხედი, აბა როგორ ვარ მე. კარგად ვიქნები თქო, შენთან ერთად მიწეს 90 წუთი თამაში, როგორ ვიქნები. Dark Knight 98. რამდენად რთული იყო ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება ფსიქოლოგიურად? ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ თითქმის რავი 2 წელი ვემზადებოდით ამ ევროპის ჩემპიონატისთვის და რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო ჩემთვის, მაგრამ ძალიან სასიხარულოა ის, რომ ბიჭებმა ისეთი კარგი თამაში და ისეთი კარგი პერფორმანსი ჩაატარეს, გადამატანინა ასე ვთქვათ ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩემი მიმართ. მათე ანანიძე. ნაკრებში ვინაა ყველაზე ლამაზი? ზუკა კვარაშორის გამოვარჩევდი ერთ-ერთს. მიყვარხართ ბიჭებო. თათია მიქევაძე. რომ არა ფეხბურთელი პროფესიით ვინ იქნებოდი? ძალიან მომწონს ტენისი რა. ტენის მივაწვევოდი უეჭველი. მაგრამ ხა პადელიც რო აიწია, შეიძლება პადელზეც მეფიქრა რა. სხვათაშორის ცუდად არ თამაშობ რა, კარგად თამაშობ. ბექა კასრაძე. რატომ არ წაიყვანა ევროპაზე სანიელმა? ცხადია რომ იყო რაღაცა მიზეზი, რა ჩვენ არ ვიცით, იმედია დაუსვავ ამ კითხვას. ბექა რავი, როგორც მე ვიცი, სათამაშო პრაქტიკასთან მიმართებაში იყო, როგორც ჩვენმა წვრთნელმა თქვა, ასე რომ სხვა მიზეზი არც მე არ ვიცი. ირინა კუპრეიშვილი. ერთ შეცდომას რომ შეეძლოს გასწავლოს ყველაზე დიდი გაკვეთილი, რომელი იქნებოდა და რატომ? რავი, თითქმის ადამიანები ასე ვთქვათ, ყოველდღიურად რაღაცა შეცდომას უშვებთ რა და ამ შეცდომებიდან გამომდინარე ვსწავლობთ ყველაფერს და ესე რომ ერთი შეცდომა და ამ რაღაცაზე მთელი ცხოვრება ვსწავლოს, არ ვიცი, ვერ ვიტყვი რა. თითქმის ყოველდღიური შეცდომებიდან გამომდინარე ვსწავლობთ და ვიღებთ გაკვეთილს რა და რავი, ესე ვერ ვიტყვი. ედ გოგიტიძე. ნანობ თუ არა ბათუმის დინამოდან წასვლას? არ ვნანობ, მაგრამ აუცილებლად კარიერის ბოლოს მინდა რომ დაუბრუნდე რა ბათუმის დინამოში, იმიტომ რომ ჩემი ქალაქის გუნდია, ძალიან მიყვარს და აუცილებლად დაუბრუნდები. იმედა მაისურაძე. რომელ ქართულ კლუბში დაასრულებდი კარიერას? როგორც აღნიშნე, ალბათ ბათუმის დინამოში. საბა თავართქილაძე.
თქვი რომ დინამო ბათუმში გატარებული პერიოდი საუკეთესოა შენს კარიერაში. ხო, მომახვედრე იმედია მოხვდები. ერთ-ერთი საუკეთესო არის კი ჩემს კარიერაში და ვფიქრობ რომ ერთ-ერთი საუკეთესოც იყო ჩემს კარიერაში, როდესაც გამოვედი შახტარში პირველი წელი. ჩემთვის საუკეთესოც იყო ეგეც. სტარტაკო, თაკო. გიყვარდა თუ არა სკოლა? სკოლა მიყვარდა მართლა. მე 6 კლასამდე მიყვარდა. იმიტომ რომ მე ფიზიკურად ვეღარ დავდიოდი, იმიტომ რომ ვარჯიშები ქონდა რა ყოველდღიურად დილით და ვეღარ მივდიოდით რა და მაგამდე მიყვარდა. მე 6 კლასამდე მაგის მერე ვეღარ. ბექა ბერულავა. რატომ თამაშობ 16 ნომრით? რასთან ასოცირდება ეს რიცხვი? 16 ნომერი ასოცირდება იმასთან, რომ როდესაც გადმოვედი ბათუმში, თავისუფალი იყო 16 ნომერი რა. და რავი, ალბათ ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაშები რომ მქონდა და სეზონი, აქედან გამომდინარე დავიტოვე რა 16 ნომერი, შემდეგ ნაკრებშიც უკვე კვეკვემაც დაგვიტოვა. მადლობა კვეკვეს. და ამასთან ასოცირდება, რომ ბათუმში ჩემ გატარებულ პერიოდთან რა. გიუშ 10. იკა როდის ბრუნდები ნაკრებში? გიუშ, არ ვიცი, რავი, როდესაც დამაბრუნებენ დავბრუნდები რა. ლეზი გვენე 4. ბავშვობაში ბურთისთვის თავის დარტყმა გეშინოდა? არა, რავი, არასდროს არ მეშინოდა თავი თამაში. ლუკა ცოხიშვილი. ვინ არის აზარას საუკეთესო მეგობარი შახტარში? სუდაკოვთან ვიყავი ძალიან ახლოს. ძალიან კაი ბიჭია, ესე ვთქვათ. რავი, ჩვენს კაპიტანთან, მატვიენკოსთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მეკარესთან, რიზნიკთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. რავი, კარგი ურთიერთობა მაქვს ბევრთან რა. კოზმა ნაშვილი გეგა 7. ვინ არის საუკეთესო მწვრთნელი, რომელთან ერთადაც გიმუშავია? ჯერჯერობით ვიტყოდი, რომ გია გიგუჩადეს. რა რჩევას მისცემდი მომავალ თაობას? იშრომეთ, ბევრი ვარჯიშეთ, არასდროს დანებდეთ თქვენი წინსვლისთვის და წარმატებისთვის და იბრძოლეთ იმისთვის, რომ მიაღწიოთ, რაც ჩაფიქრებული გაქვთ მომავლისთვის. და ბოლო კითხვა ელე გაგუთ 11. რა უნდა ქნას ხალხმა, რომ ნახოს უფრო მეტი ვიდეო GeoTeam-ის არხს? გამოიწეროს GeoTeam-ის არხი და subscribe. სულ ეს იყო. მადლობა კითხვებისთვის და წარმატებებს გისურვებთ.